მეგობრებო, რაც შეეხება ზურას და გუგას ამბავს, ისეთი სასაცილოა, რომ კომენტარიც უკვე არ მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს ფსევდო იუმორისტი ბიჭები მას შემდეგ რაც ცოტა ცნობილები გახდნენ TikTok-ზე რაღაცა რამოდენიმე ასეული თუ 1000 გამომწერი დაემატათ, გადაწყვიტეს, რომ უკვე იუმორის სტანდარტებს ამკვიდრებენ და შეუძლიათ მიმითითონ როგორ ვიხუმრო, ვისი პაროდია გავაკეთო, ვისი არა და ასე შემდეგ. ძალიან თავში ავუარდათ, რომ ეკრანზე გამოჩნდნენ, მე მგონი, არანაირი უფლება არ აქვთ ვინმეს დაუწესონ სტანდარტები ამ ფსევდო იუმორისტებმა. არანაირი უფლება არ აქვთ სხვას მიუთითონ, რაზე იხუმროს და რაზე არა. და მოკლედ ვერც ვიჯერებ, რომ ესეთ საკითხებზე მიწევს საუბარი, რომ ვიღაცამ იმითითოს, რისი პაროდია გავაკეთო, რაზე ვიხუმრო, მით უმეტეს ახლა ვინ არიან, რას წარმოადგენენ ასეც, რატომ აძლევენ თავის თავს ამის უფლებას, მართლა არ ვიცი. დღეს უნდა ვკითხო ერთი. ესეც რას წარმოადგენენ, რომ სხვას უწესებენ იუმორის სტანდარტებს. თვითონ იუმორისტები ვართო, რომ კითხო. არა, არც იუმორისტები არ ხართ და საერთოდ არ წარმოადგენთ, მე თუ მკითხავ. სანამ ასე გექნებათ თავში ავარდნილი რა გაუგებარია და სხვას ამ შემთხვევაში მე მითითებთ როგორ სად რაზე ვიხუმრო, რაზე ვილაპარაკო და ვის როგორ მიმართო წარმოუდგენელი რაღაც არის. მოკლედ ამაზე კომენტარს ვერც კი გავაკეთებ უკვე. არ არსებობს. დები მუზეუმთან ერთად განვიხილეთ ეს პაროდია და გაიგეს ამ გოგოებმა და ხო? თუნდაც უნიჭო პაროდიის გაკეთების უფლება აქვს ყველას. ყველას შეუძლია გაიხუმროს სიმღერაზე, ცეკვაზე, სახლის დაალაგებაზე და ასე შემდეგ. რა ვიცი, რაზეც გვინდა ხალხო. არავის არ დავცინით, მაგრამ აქ თავარი რა არის, ცით? მათი პაროდია და ჩემი პაროდია არის დაცინვა. არ ვიცი ბიჭებო, იქნებ თქვენი პაროდია არის დაცინვა და თქვენი ხუმრობებია შეურაცხყოფელი, იქნებ გეკითხათ. ცოტა თქვენ ხუმრობებს რომ მიხედოთ ხომ არ ჯობია? ალბათ კი. მეგობრებო, ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება მომდის, რომ ამხნევ ძალიან მიხარია უბრალოდ ლაივისთვის ვემზადებით, ცოტა ხანი ვარ გარეთ გამოსულ, რაღაცა თავის მოსაწასიკებო და ასე შემდეგ და ჩემი კატა უნდა ვნახო, ახლა დავიჩო, დავარცხნო და სამწუხაროდ ყველას ვერ გწევს პასუხს და ყველას ვერ ვუკეთებ replace, პასუხს ყველას ვერ გწევ, თუმცა ძალიან მიხარია ესეთ თბილ გააზრებულ და მაგრამ რაღაცებს რომ წერთ ხოლმე, ძალიან მიხარია მართლა. და ეხლა უფრო მეტი შემართებით ვარ და უფრო მეტი ისე ვთქვათ ხარდაჭერით ხევანდელ ლაივზე, არ ვიცი ხა თითის ხნება და მითითება რომ შენ ამაზე იხუმრე და შენთვის არ არის დასაშვები და ჩემთვის ყველაფერი დასაშვებია. არა ხალხო, წარმოუდგენელი რაღაც ხდება. ეხლა მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ რაღაცებში ვართ თავისუფლები და ვერ ავუკრძალავთ საუბარს. ჩემზე მარტო კარგი ილაპარაკეო, თუ კარგს არ ამბობო, საერთოდ არაფერი არ თქვაო და ბიჭო, ჩავიკარგო, ძალიან უზრდელურად ხუმრობთ, ცდილობა როცა არ არის და ადამიანი თქვენი ხუმრობებით ამ შემთხვევაში მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ და კიდე რომ აჩვენებ და ამაზე ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევთ, ხო? რა ვიცი, აბა ის იმედი გაქვთ, მაგრამ არ ვიცი ბიჭებო. ცოტა მეტი ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე თქვენს ქცევასთან. ხან დედის ყოლას მეძახით, ხან ბებიას მეძახით, ხან ბაბუას მეძახით და რა ვიცი მე რო გჭირდებათ თურმე
ხმა არაფერზე არ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ ამხელა ქალს არ ეკადრება. კი ბიჭებო, თქვენ კაცები ხართ, თქვენც არ გეკადრებათ ბებიის და დედის და ამასაკის და არავისი ლანძღვა, არავის შეურაცხყოფა არ გეკადრებათ. გაითვალისწინეთ, როგორც რჩება ესე. მე ყველაფერს ვერ ვიტყვი. პირველ რიგში ვცდილობა თქვენგან იმაზე, რასაც თქვენ აშორებთ ხოლმე, არ არის ნორმალური. არ არის ის, რასაც შეიძლება ადამიანი გაჩნდეს და ყველაფერზე თავი იქნიოთ. ესე არ ხდება. და რაც თავარი არანაირი უფლება არ გაქვთ, რომ თქვენ ვინმეს დაუწესოთ რაღაც სტანდარტები.